Კომპანია OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ კომპანია Meta სთავაზობს ბონუსებს OpenAI-ის თანამშრომლებს, რომ ისინი გადავიდნენ კომპანია Meta-ში, რათა დაიწყონ მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე, სოციალური ქსელების გიგანტ კომპანიაში. ასეთი განცხადება გააკეთა სემ ალტმანმა YouTube-ზე ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას. მისი თქმით, კომპანია Meta-ს მეთოდი არის საკმაოდ აგრესიული, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც სემ ალტმანი აცხადებს, ჯერჯერობით თანამშრომლების გადაბირება კომპანია Meta-მ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ სემ ალტმანის თქმით დაახლოებით $100 მილიონ ბონუსს თავაზობენ OpenAI-ის თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ Meta-ს ეკუთვნის სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი, უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება ხელოვნურ ინტელექტზე. მარკ ცუკერბერგს არაერთხელ უთქვამს ხმამაღლა ამის შესახებ, რომ აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამბიციები. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით $14 მილიარდი ოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული AI-ის განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც Meta-ს სურს 59% წილი ერთ-ერთი სტარტაპ კომპანიის Scale AI-ს, რომელმაც მანამდე იმუშავა OpenAI-სთან, სანამ, ასე ვთქვათ, დაიხვეწებოდა OpenAI-ის chatbot-ი ChatGPT. რაც შეეხება მარკ ცუკერბერგს, ის ამჟამად მუშაობს ეგრეთ წოდებულ სუპერინტელექტზე, სუპერინტელექტის ლაბორატორიაზე, რომლის შექმნის მიზანიც აქვს მარკ ცუკერბერგს. სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითონ ხელმძღვანელობს ამ პროექტს და ამჟამად ცდილობს მოძებნოს ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან მას შექმნან სუპერინტელექტი. კომპანია Meta-ს გარდა, რა თქმა უნდა, სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც ჩართულები არიან კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, მათ შორის არის Google, Amazon და Microsoft.